მე ვფიქრობ პირველი რაც ჩვენ დავინახეთ არის ვირთხების რბოლა. როგორ იბძვის ორი ირაკლი, როგორ იბძვის ორი კლანი, როგორ არავის არ ახსოვს ქართველი რეალური ადამიანების ინტერესები, იმ ადამიანებს რომელთაც შეათ, რომლებიც ფიქრობენ რა გზით გაიქცნენ საკუთარი სამშობლოდან, რომელიც ძალიან უყვართ, რომელთაც შვილები ყავთ, რომელიც 15 კილომეტრის მოშორებით დადიან სკოლებში, იმიტომ რომ სკოლები ვერ გაარემონტეს. ამ ქვეყანას ყავს ჯარი, რომელსაც მათი მინისტრები ძარცვავდნენ, ჩვენ გვაქვს ბაგაბაღები, რომელთაც ასევე ძარცვავდნენ. აი ამ ორომტრიალში ყველას უნებლიეთ ავიწყდება, რომ აი ამ ყველაფერს ფონად გავზარდ ჩვენ, ქართველი ხალხი, რომელიც გაგვზარცვეს, დაგვრცეს, შეგვარცხინეს, მაპატე და შეგვაფურთხეს, ამდენი წელი 10 წელზე მეტია ბიძინას აი ეს ბიჭები მართავენ და კინკლაობენ. მე მინდა ვიკითხო, სანამ გადმოვალ ირაკლი ღარიბაშვილზე, მინდა ვიკითხო, აი ეს კობახიძე, იმიტომ ღარიბაშვილზე მე კარგად გავ, აი ეს კობახიძე რომ ეხლა ლექციებს გვიკითხავს კორუფციაზე და დემოკრატიაზე, უკაცრავად მე ვიყავი პარლამენტის სპიკერი, მე ვიყავი უმრავლესობის ლიდერი. მისი ვალდებულება არ იყო, რომ ეკონტროლებინა აღმასრულებელი, რომელიც თურმე ჯარს, ბაგაბაღებს და რა ვიცი მე მოხუცებს ძარცვავდა? ან ეხლა ლილუაშვილი რო ციხეში უზით, რაზე უზით? კოლ-ცენტრების მფარველობაზე, ხო? ერთი კაცი მფარველობდა? იმ კოლ-ცენტრზე რამე სხვა ვიცით? დაიხურა? ვინმე დააკავეს? თუ ახლა სხვები მფარველობენ და სტუდია მონიტორის გამოძიება ვიცით? ეხლა სხვები მფარველობენ. სხვები აკეთებენ ფულს. სხვა ლილუაშვილები, კოლექტიური ლილუაშვილი და სხვანი აკეთებენ ახლა ფულს. და აი ეხლა ამათ უნდა თუ ეს ფარში შემოგთავაზონ ბიზნეს კარზე ატეხილი რაღაცა ქარიშხალი დაუჭამიათ ერთმანეთი ერთ დღეს. აი არის ჩემი კომენტარი. დაუჭამიათ ერთმანეთი. მე მაინტერესებს სკოლები სად არის? ეს არის ბიზნეს მაინტერესებს ჯარი რატო არის გაძარცვული? დაპირისპირება? ორი ირაკლის ასე აღიქვამთ? მე ვფიქრობ ეს არის არსებითად აი ამ ორი არარაობის, ორი სხვადასხვა ვირთხის დაპირისპირება ერთმანეთში, რომ დოვლათის გასაყოფად. იმიტომ ახლა ვინმე შეჯერა რომ ნაკლები კორუფცია დღეს ქართულ ოცნებაში, ვინმე შეჯერა რომ ხარისხენა ჩენდება რამე და ყველა გოჯზე რაღაცას არ გვყარავენ ქართულ ხალხს. ვინმე შეჯერა რომ დღეს არ აჭმევენ შხამიან საჭმელს ჩვენს ჯარისკაცებს, რომელთაც მე სუვერენულობაზე ელაპარაკებიან და ეროვნულ ღირსებაზე. აი ვინმე შეჯერა რომ სკოლები სხვათაებით ჩენდება, ისევ არის აუშენებელი სკოლები. მე რომ ყვები რომ 10 და 12 კილომეტრის მოშორებით დადიან ადამიანები ბავშვები სკოლაში, ამას მე ხალხი მიყვება, ხო, რეალური ადამიანები მიყვება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ჩემი გამოგონილი არ არის. აი ეხლაც ტაქსის მძღოლი, ვისთანაც ფანტასტიკური ადამიანი, ვისთანაც აქ მოვედი, ისიც ამას მეუბნებოდა თბილისში. რომ ბავშვი დადის სულ სხვაგან შორს სკოლაში, რაც შეუთავსებელია განათლების ხარისხთან, შეუთავსებელია დროსთან, რასაც ბავშვი უნდა გზაში ატარებდეს. რატო? იმიტომ დაუნგრიეს სკოლა და აღარ ააშენეს ეს სკოლა და რა გააკეთოს ამ კაცმა, ხო? ანუ რეალურად ჩვენ ვუყურებთ ისეთ მოცემულობას, რომელშიც ესენი ჭამენ ერთმანეთს, გამოხრეს საქართველო, გაძარცვეს ჯარი, გაძარცვეს მოხუცები, გაძარცვეს ბავშვები, გააქციეს ქართველი ხალხი. იცით რამდენი 200-ზე მეტი სოფელი არის გამქრალი ორ აღწერას შორის. და კიდევ 286 არის კანდიდატი გაქრობის. აი ეს ხალხი გველაპარაკება მშვიდობაზე და კეთილდღეობაზე. სად ნახეს? ან მშვიდობა, ან კეთილდღეობა. რეალურად. როცა ნახეთ, არის თუ არა თქვენთვის, მოდი ვილაპარაკებთ ჩვენ რა აწუხებთ ადამიანებს, თქვენ ვიცი რომ რა მოძრაობთ ქვეყნის მასშტაბით და რა პრობლემებს აწყდებით პირველ რიგში, მაგრამ როცა მართველი გუნდის შიგნით ორი კლანი ასე ჭამს ერთმანეთს, როგორც თქვენ აღწერთ, ერთი პატიმარი, ერთი გარეთ არის პრემიერი და ეს დაპირისპირება მიდის, სადაც ეს პროცესი რაღაცნაირი შესაძლებლობის ფანჯარა არის თუ არა თქვენთვის, რომელიც ხართ ცვლილებით და ხელისუფლების დასუსტებით დაინტერესებული. მე ვფიქრობ რომ არის კი, იმიტომ სულ უფრო მეტი ადამიანი ხედავს იმ სიმართლეებს, რასაც მე პირადად, ჩემი კოლეგები და სხვა კოლეგები წლებია ვსაუბრობთ. როდესაც მე და სხვები ვამბობდით ამას, ჩვენ გვეძახდნენ რაღაცა ომის პარტიას, ერის მოღალატეს და სხვა მსგავს აბსურდულ რაღაცებს. ეხლა თვითონ ამბობენ იგივეს. მე წლების წინაც ვამბობდი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იყო კორუმპირებული, რომ ის ნეპოტიზმით იყო დაკავებული, რომ მთელი კლანი დაასაკმა ამ ადამიანმა და თქვენ ფულს აძლევდნენ ხელფასად და გრთამად და ოქროს ზოდები ედოთ და 9 მილიონები და 3 მილიონები სეიფებში და კამოდებში ედოთ. და 9 მილიონი 900 ლარი ანატრება რიგით ადამიანს ამ ქვეყანაში, რომ შეძლოს ელემენტარული რაღაც გააკეთოს. შეძლოს ბავშვი წაიყვანოს დასასვენებლად, ან ელემენტარული საკვები უყიდოს. დასვენების დღის წესრიგიც კი აღარ არის და რაღაცა სხვა განვითარების საკვების დღის წესრიგი ამ ქვეყანაში, რომ როგორ გამოყვებონ შვილები, რომ მინერალები მიიღონ ბავშვებმა
ხელისუფლებამ, რაც განვითარებისთვის აუცილებელია და ამ არარაობებს მართლა სეიფებში უდევთ მილიონები. თან თავისი ნაშრომი კი არა, თავის ნიჭით. ჩვენი ჯიბიდან ამოღებული. აი ეს არის პრობლემა. ეს არის განუკითხავ და აი მეორე ფართო დასკვნა, რაც ასევე შესაძლებლობაა. როგორ შეიძლება ნორმალურმა ადამიანმა აი ამ ყველაფერს შეხედოს და არ იფიქროს ერთი მარტივი რამ. ბიძინა ივანიშვილი რანაირი კაცი ყოფილა, აგარ ჩანს. თუ ასეთი ხალხი მოიყვანა სახელმწიფოს სადავეებთან, ხო? და თავი დავანებოთ, რომ თავისი მეჯინიბე, სტომატოლოგი, დაცვის უფროსი, დამლაგებელი, კარისკაცი, შეფ-პოვარი, ყველა ხო მინისტრად დაგვენიშნა. მაგაცაც დავანებოთ, როგორი ყოფილა ეს ხალხი? ძარცველები, უნამუცო ხალხი. აი ჯარსო გაძარცვავ, ბავშვებსო გაძარცვავ, მოხუცებსო გაძარცვავ, კოლცენტრებსო ლობირებ, რომელიც პენსიონერებს ძარცვავს. მთელი ცხოვრების კაპიკზე აწებებდნენ, ხო? აი იმ ხალხს ძარცვავს საქართველოშიც და სხვაგანაც. და მე გამოდიან და მელაპარაკებიან, მე და თქვენ გველაპარაკებიან მაღალ მატერიებზე. და არ უნდა დავინახო, რომ ბიძინა ივანიშვილი აი ეს კაცია, რა ხალხიც მოგვიყვანა ხელისუფლებაში ის კაცია, ეგეთი მენეჯერია, ეგ სტანდარტია. როგორ შეიძლება რომ ამ კაცთან ერთად რამე კარგი გამოსულიყო? ეს გემოვნება აქვს. და ამათაც კი დასწინეთ. ამ ტიპის საქმეები არ არის ძიმე ქართული ოცნების ამომრჩევლისთვის. რეალურად ოცნების დასუსტების წინაპირობა ხომ არის მისთვის ამომრჩევლის დაკარგვა. შეიძლება ამ ამომრჩევლზე სხვადასხვა შტაბ-ეჭრილება გქონდეთ, მე, თქვენ და სხვა პოლიტიკოს და სხვა ჟურნალისტ და ასე შემდეგ, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ახლა ზოგიერთის თქმის ზოგი ამასაც კი ამოსვა 20%-იანი მხარდაჭერა. ხო ფაქტია, რომ მათ აქვთ მხარდაჭერა საზოგადოების ნაწილში. აი ამ მხარდაჭერის დაკარგვა არის მათი დასუსტების წინაპირობა. ამიტომ მათთვის ამ პირველ რიგში მათი მხარდამჭერებისთვის არის თუ არა მნიშვნელოვანი რას ამბობს ღარიბაშვილის სისტემაზე, ბევრად უფრო შეიძლება ვიდრე თქვენ რას ამბობთ სისტემაზე. რა თქმა უნდა, ყველას ყავს ჩვენი ამორჩეველი, სადაც ჩვენ უფრო მნიშვნელოვანი. ხო, კი რა თქმა უნდა. მას ყავს თავისი. ამიტომაც მნიშვნელოვანია ძალიან და სწორად ამბობთ, მე ასე მგონია. აი კიდევ ერთი რაც ნახა, წინა კითხვაც რომ გავაგრძელო და ამას უპასუხო. მე ვფიქრობ, ადამიანი დაინახავს, დღევანდელი ქართული ოცნების ამორჩეველი დაინახავს, რომ ბიძინა ივანიშვილი მიადგება და არ მარტო ამორჩეველი, რეჟიმის წევრებიც. ბიძინა ივანიშვილი მიადგება ყველას. ასეთი კაცია, მოგადგებათ თქვენს. ამიტომ ან ახლა დავასრულებთ ამ რეჟიმს ერთად, ან პირველი მიადგება მათ და შეხრავს მათ. ის როგორც აი წარმოვიდგინეთ, ირაკლი კობახიძეზე ახლო, მასზე ლოიალური, მასზე უფრო მონა, ვინმე ყოლია? ღარიბაშვილს. დიახ, ირაკლი ღარიბაშვილზე. დიახ. ირაკლი ღარიბაშვილზე უფრო მონა, უფრო ლოიალური, უფრო ახლო. მას ვინმე ყოლია? არავინ, ხო? არავინ. და თვითონვე მას აღიქვამს როგორ, რაც გინდა ის უწოდეთ. ეს კაციც კი გაწირა. კობახიძე ხო მონაკონია, კობახიძე მერე გაიცნო პარტიული ცხოვრების დროს, ხო? რიგითი კონსულტანტი იყო პარტიის და ეთერებზე ყველა მიცი დადიოდა და ეთერებს ითხოვდა რომ სადმე ჩამხვდეთ, ხო? ეგ იყო ირაკლი კობახიძე, ეგრე დაიწყო. პოლიტიკურად მას არ ქონია რანაირ ბაგაჟი და რაღაც, ხო? ესე იგი, ღარიბაშვილი რომ ასე გაწირა. ამ პროცესს თქვენ ადევნებთ თვალს, თქვენთვის საინტერესოა რა სიტყვის, რამდენად ამხელს ღარიბაშვილის სისტემას, თუ საერთოდ არ გაქვთ იმედი, რომ ის რაღაც ისეთ სიტყვის უფრო მეც, რომ შეიძლება სერიოზული ზიანი მოუტანოს ქართულ ოცნებს. მე არველი ღარიბაშვილის ნაირი ფიგურებისგან, მე არაფერ პოლიტიკურს და არსებიც. ღარიბაშვილი არის აღზევებული ბრიყვი. რა ბრიყვიც იყო? როგორი ნულიც იყო პოლიტიკურად, ინტელექტუალურად, რაღაცა მორალურად, ისეთივე დარჩა. ხო, ჩვენ ხედავთ ხო მათ განცხადებებს, ხო, კიდევ მადლობა ბატონო ბიძინა, მე მაინც არაფერს გავაკეთებ, რომ ქვეყნის მტრები გავახარო, აი ეს მამდემბლური რიტორიკა ეხლაც ვერ მოიშორა, ხო, ხედავთ. აი ეს მაპატია და კრეტინული, ბრიყული, სულელური რიტორიკა, ახლაც კი 15 წელსო უმატებენ, ახლაც კი ამებს ბოდიალობს. ესეთი კაცია. მას არა აქვს რაღაც შინაგანი ძალა და უნარი, რომ რამე სხვა იყოს. ამიტომ მე მასზე მისგან დიდი მოლოდინი არა მაქვს, გულწრფელად გითხრათ. მაგრამ რაც თქვა ისიც თქვენთვის სისტემის სამხილებლად, სისტემის სახის უკეთ დასანახად რაიმე იყო ამ გზავნილებში საინტერესო. ორგზის პრემიერ-მინისტრმა და კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრიც არის ყოფილი. ორგზის პრემიერ-მინისტრმა ამ ქვეყნის, ამ რეჟიმის ღიად თქვა, რომ რეალურად ამ ქვეყანაში სასამართლო არის მთლიანად მართული
პარტიის მიერ. მან თქვა, რომ მან იცის, როგორ იმართება პოლიტიკურად სისტემა. რატო იცის? იმიტომ თვითონ მართავდა. მან აღუძრა საქმე ნახევარ ოპოზიციას, ხო? ის იყო ამავე დროს კაცი, რომლის დროსაც საგარეო პოლიტიკის იავარქა უნდა და განადგურება დაიწყო. რომლის დროსაც ეს პარანოიული სიცრუის ნაზავი დაიწყო, მორევი უკრაინაზე. ეხლა რო კობახიძე გამოდის და ეხლა წელს გაახსენა, რომ უკრაინელი ბავშვები ყოფილან, ვისაც მშობლები ყავს დაკარგული და ბანაკში წაიყვანა. წარმოიდგინეთ, ხო? და მანამდეც დადიოდნენ, წელს უბრალოდ ვიდეო მიმართვა იყო ახალი უკრაინის დამოუკიდებლობის დღეზე. წაყვანას და ზოგადად შეცვლილი ნარატივი, ხო? აი ამ ღარიბაშვილმა დაიწყო და იმ კობახიძემ გააგრძელა ადამიანების მოტყუება და დაბოლება, იმით რომ თურმე უკრაინამ თავის თავს დაუწყო ომი. თურმე საქართველოს დაესხა თავის თავს 2008 წლის აგვისტოში. თურმე ნატოში რო გვინდა გაწევრიანება, აი ეს არის, ხო? მათი ყოველთვის არაოფიციალური ხაზი, ხო? ნატოს დავანებოთ თავი, იმიტომ რომ ამის გამო გვექნება პრობლემა და აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რო გაპრობლემურდა და იქ საშებრო დატრიალდა, ნატოში საერთოდ არ ქონდა განცხადებული შესვლის სურვილი, ხო? და აი ეხლა უნდათ რომ აქედან აი სამარცხვინო გზებით და ხრიკებით. აი თქვენ როგორ ახსენებთ? სხვადასხვა თქვენი კომენტარი ვნახეთ დღეს უკრაინის თემაზე, აი ეს გაეროს განცხადებაზე მიერთება და ასევე ეს ვიდეო გზავნილი დამოუკიდებლობის მისალოცად. ეს რაღაც ზელენსკისა და უпростоრად ზელენსკისა და კობახიძის გადალაპარაკების, თითქოს რაღაც პერსონალური კონტაქტები გაჩნდა და შემდეგ ამის გაგრძელება იყო თუ რაღაცნაირად ტრენდი სხვა ტიპის CEO არის ახლა ქართული ოცნების გზავნილებში. მე ვფიქრობ, ეს უფრო არის შედარებით სხვა ტიპის CEO, რადგან შევხედავთ უკვე ტენდენციას, აი რამდენიმე ბოლო თვის განმავლობაში, როდესაც რეჟიმი ცდილობს, რომ უკრაინაზე იყოს ნაკლებად ქოცური. თავისივე ხრიკები უნდათ რომ შეცვალონ, თავისივე გზები უნდათ რომ შეცვალონ. რატომ? იმიტომ ისინი ხედავენ, რომ რუსეთი ვერ იმარჯვებს უკრაინაში. ისინი ხედავენ, რომ მათივე ქოცური ამოძახილი, რაც თქვენს კიდევაც, რომ ერთ კვირაში დაემხობოდა კიევი, უკვე მეხუთე წელი დაიწყო და შორს ამისაგან რუსეთში ვხედავთ რა ხდება და რა თქმა უნდა ცდილობენ, რომ ისე იმანევრონ, ისე იპოზიციონირონ, რომ რაც შევა ნაკლები დანაკარგი კონდეთ საბოლოო ჯამში ნებისმიერი სცენარის დადგომის შემთხვევაში, მაგრამ აქაც რეალურად ძალიან სასაცილოები არის, იმიტომ ამ პრემიერის სახით, ხო? კობახიძის ფიგურით, შენ ამ რიტორიკას ვეღარ შეცვლი. აი ხა ცდილობენ, რომ ისეთ რაღაცები შეცვლოს, აღარ იცვლება. ამ რეჟიმით და მით უმეტეს იმავე პრემიერ-მინისტრით ეს აღარ შეიცვლება და ქართული ოცნების ამორჩეველია, აი თქვენს ერთ წინა კითხვას დაუბრუნდე, ამ ყველაფერს ხედავს. ის განა ვერ ხედავს, რომ მოიცა კაცო, გუშინ წინ მეუბნებოდი, რომ უკრაინა გვითხრობს ომში. ახლა გამოდიხარ და უკრაინას ულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. რანაირად ეს ორი რაღაცა, ხო? გუშინ წინ მეუბნებოდი, რომ კორუფცია არ არის, ხოც ფული რო დაუდო, არ აიღებსო. ეს კობახიძე არ ამბობდა, ეს დინარაძე არ ამბობდა, ზოდები რო დაუდო, თითს არ ახლებსო. თვითონ ამოიღეს ზოდები თავისი კოლეგებისგან, სახლებიდან ამოიღეს ზოდები და მილიონები. ანუ ქართული ოცნების ამომრჩეველი ამ ყველაფერს ხო უყურებს და ხო ხედავს კი გასაგებია პროპაგანდა როგორ მუშაობს, მაგრამ ამას ხო მაინც ისმენს. ეს ხო ილექება. მათ ხო ძალიან კარგად იციან, რომ ამ ხალხით ჩვენი ერთადერთი პერსპექტივა არის სიღარიბე, ქართველების გადინება საქართველოსდან, დემოგრაფიული კატასტროფა და ჩვენ ვართ მინუსში გადასული, უფრო მეტი ადამიანი სამწუხაროდ გვეკარგება, ვიდრე ახალი ებადება, ქართული სოფელი არის დაცლილი და მკვდარი, 200 სოფელი გამქრალი, კიდევ 286 გაქრობაელის, დიდი ქალაქები პრაქტიკულად ვეღარ სუნთქავს, არაფერი ეკონომიკური არ ხდება. წასულია პოლონეთში, გერმანიაში და ბრუკლინში, პრაქტიკულად მთელი საქართველო. აი ეს არის ქოცური პროექტი საქართველოს ქართველების გარეშე და აი ხა შუაში უნდათ კიდევ აი ამ თავიანთ კატათაკობანას გვაყურებინონ და ქართველი ერთს ზამთრი უნდა იყოს და ბიჭამიათ ერთმანეთი იყოს მოგშორტით ჩვენ. უნდა მოვიშოროთ, ესენი იყოს ისე რომ აი ეს მისწორია არანაირი რევანში არ უნდა. ერთი კატა თქვენთვის გრიგოლ მეორე თაგვი, მაგრამ შეიძლება თუ არა დღეს ჯამში ორივე თაგვია. საინტერესო როგორც მამხილებელი ის რომ ივანიშვილს მისი ერთდროს მარჯვენა ხელი უპირისპირდება, რაღაც დამატებით არგუმენტს აძლევს თუ არა ოპოზიციას ამ პოლიტიკურ ბრძოლაში. რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ ეს აძლევს არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ბიძინა ივანიშვილი არის იმ ტიპის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ყველას აბსოლუტურად გაწირავს და შეხრავს ყველას. ამიტომ თუ ვინმეს ილუზია გააჩნია დღეს ამ რეჟიმის წიაღში, რომ ისინი გადარჩებიან, შეხედონ ივანიშვილისთვის ყველაზე ერთ-ერთ სასურველ და ლოიალურ პოლიტიკოს, რა დღეში ყავს ახლა როგორ მოექცა მას, შეხედონ რა დაემართა სხვა ყოფილ მინისტრებს და დაინახავენ საკუთარ თავს სარკეში, ეს ერთი. მეორე, მათ უნდა დაინახონ, რომ რეალურად
არაფერი ასე რეჟიმი ამბობს არ არის თანმიმდევრული, ხო? უკვე მოვიყვანე უკრაინის მაგალითი, მოვიყვანე კორუფციის მაგალითი, მოვიყვანე ამ მშვიდობის მაგალითი, არაფერი არ არის თანმიმდევრული, მაგრამ არის თუ არა, თქვა ადვილად გადაწყობადი. ანუ ეს კიდევ დამატებითი პრობლემა ხომ არ არის? რესურსი აქვთ მათ, რა თქმა უნდა, ამის რესურსი აქვს რეჟიმს ყოველთვის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ისინი გაცდნენ დაბრუნების წერტილს. მათ შეეძლოთ, აი 24-მდე კიდევ მეტნაკლებად ქონდათ შანსი, რუსული კანონებით მანევრირება შეეძლოთ და სხვა. ეხლა უკვე რაც ბოლო წელიწად ნახევარში გააკეთა კობახიძემ, გაცდა დაბრუნების ყველა ბოლო წერტილს. აი ეს არის პრობლემა მათთვის, ეს არის ექსისტენციური პრობლემა, იმიტომ რომ ეს აღარ არის ისეთი სიტუაცია, რომელშიც უბრალოდ აი ახლა ხვალ მომიყვან რაღაცა ენათკბილად მოუბარს ნორმალური სახით მშვიდ პრემიერ-მინისტრს, რომელიც რაღაცა მაღალ მატერებს ილაპარაკებს და ამას ვინმე დაიჯერებს. აღარ არის ეს ფაზა. ამიტომაც რეჟიმმა გადადგა ისეთი ნაბიჯები, რაც რეალურად ხაფანგში გაება. თქვენი აზრით ტრაქტატზე რატომ ლაპარაკობთ? ფეხი გამოაძროს ამ ხაფანგიდან, მაგრამ ვერ გამოვლენ ამ ხაფანგიდან, ეს დამთავრდება ქართველი ხალხის გამარჯვებით და მათი წასვლით პოლიტიკურ სანაგვეზე. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. ტრაქტატზე რატომ ლაპარაკობს კობახიძე? ბოლო მისი ბრიფინგი, სხვათა შორის ღარიბაშვილის პირველი წერილის მეორე დღეს თავიდან ბოლომდე ტრაქტატს ეძღვნებოდა. ხო, ზოგადად მე ვფიქრობ, რომ მათ უნდათ ერეკლე მეორის და გეორგიევსკის ტრაქტატის არასწორი ისტორიული ინტერპრეტაციით შექმნათ სურათხატი თავისი პოლიტიკური ნარატივის და მათი საგარეო პოლიტიკური, როგორ ვთქვათ, კურსის, ამას თუ კურსი ქვია, ამ უბედურებას. რასაც ჩადიან, ძალიან მარტივად ისინი ცდილობენ საკუთარი ეგრეთ წოდებული პრაგმატიზმი, რომელიც არ არის პრაგმატული, არანაირად ხაზგაუსო, პრაგმატიზმი, მე მაგალითად მიყვარს პრაგმატიზმი საგარეო პოლიტიკაში, ხო? ხირებულებების და პრაგმატიზმის. რასაც ხოცები ატარებენ, ეს არ არის პრაგმატული, რატო არ არის? გამდიდრდა ერი? არა, გაიზარდა საგარეო ვაჭრობა, ბრუნვა? არა. მეტი მხარდამჭერი ყავს საერთაშორისო პოლიტიკურ ტრიბუნალზე? არა. მეტიც ისინი, ვისაც პარტნიორად გვიცხადებენ, არ გვიჭერენ მხარს, ხო? ჩინეთი, ინდოეთი, სერბეთი და ვინც გვიჭერს მხარს, იმათ მტრებს ეძახიან და აგინებენ და რას არ აბრალებენ. ანუ პრაგმატიზმი რაში არის? რაღაცაში ხონდა გადაეთარგმნეს პრაგმატიზმი, ხო? აი მე უნდა ვიგრძნო, როგორც მოქალაქე, რომ გამდიდრდი, მეტი ინვესტიცია შემოვიდა, მე ქვეყანაში დავდივარ უვიზოდ, ამერიკასთან დავიწყო, რაღაცა ხონდა დავინახო. პრაგმატიზმი კი არა, ეს არის მოსპობა საგარეო პოლიტიკის და ეხლა აი ეს ასაც პრაგმატიზმს უწოდებენ, უნდათ რომ ერეკლე მეორეს ესე იგი გადაბრალონ ცხონებულს, დიდ მეფეს, ძალიან მაგარ ქართველს, რომელსაც შეება შესტოებიც ჰქონდა, მაგრამ სტრატეგიული აზრის დიდი ჰქონდა და ძალიან მარტივი კითხვა მაქვს. ერეკლე მეორეს ეს შანსები რო ქონოდა, რაც ეხლა საქართველოს აქვს. რომელ ტრაქტატზე ლაპარაკი? რამე ორი აზრი, აი ერეკლე მეორეს რამე ორი აზრი ექნებოდა, რა ექნა? რა ერჩია? ანუ ჩვენ გვაქვს ნახეთ რისი შანსი. ევროპული კავშირისგან წასვლის. ტრამპის მშვიდობის და უსაფრთხოების გზის ესე იგი წევრობის, ხო და იმის ნაწილად ყოფნის, ანაკლიის აშენების, გამდიდრების, სატრანზიტო ფუნქციების ათვისების და გამოყენების. სომხეთმა ეგერ შეიყვანა Firebird-ი, ხო, 5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია კეთდება სომხეთში. 10,000 ახალი სამუშაო ადგილი, თან ეპოქის დასაწყისში პირველია, იმიტომ რომ ეს ხელოვნური ინტელექტის, ესე იგი, საწარმო იხსნება, ხო? ანუ ახალი ძალიან დიდი ისტორიული ფაზის დასაწყისში სომხეთი უკვე მოწინავე რიგებშია. ახლა ერეკლე მეორეს ქონოდა ასეთი შანსები. გონია დაფიქრდებოდა, ამ შანსებს გამოიყენებდა. დავით აღმაშეველი დაფიქრდებოდა, ამ შანსებს გამოიყენებდა. ნოე ჟორდანია და რამიშვილი დაფიქრდებოდნენ, არა. მარტო კოცი ფიქრობს, იმიტომ რომ კოცი არის რუსი. ეზიზღება ყველაფერი ქართული. ეზიზღება ამერიკის განვითარების შანსი და პერსპექტივა. ეზიზღება ჩვენი დემოგრაფიული, ესე იგი, წინსვლის პერსპექტივა. ეზიზღება ისა ქართული საქართველოში მუშაობდეს, ანაკლია აშენდეს, რაღაცა დიდი მოხდეს. მწვენია ხოლმე საქართველოს დაგუგლა. მწვენია, იმიტომ რომ კატასტროფაზე აგდებს. აი ბოლო დიდი კარგი სიახლე. ავით არ მოგვენატრა, რა გავიდა აქედან დიდი მაგარი სიახლე, რომ ქართველებმა ეს გავაკეთეთ, ის გავაკეთეთ, რა გავიდა? სულ აი რაღაც თავს ლაფი დაგვესხა. ეს არის ჩვენი ეროვნული ამბიცია? რომელ ერეკლე მეორეზე მელაპარაკებიან, რომელ დავით აღმაშენებელზე საერთოდ რა სუვერენულობაზე? ქართული ოცნება არის ყველაზე დიდი და ჩამოყალიბებული მტერი სუვერენული ძლიერი ქართული სახელმწიფოში და ამიტომაც უნდა გავუშვათ ისინი პოლიტიკურ სანაგვეზე, ოღონდ ძალიან მშვიდობიანად ყოველგვარი რევანშის გარეშე. სამართალი უნდა იყოს, მაგრამ რევანში არ უნდა იყოს. დანარჩენს რა თქმა უნდა გადაწყვეტს ქართველი ხალხი.